მოგესალმებით. პირველ რიგში განმარტებას გავაკეთებ. ეს კვლევა ეყრდნობა საჯარო ინფორმაციას, რომელიც არის გამოქვეყნებული სახელმწიფო სტრუქტურების ვებგვერდებზე. თქვენ იცით, რომ ტენდერებზეც, სახელმწიფო შესყიდვებზეც, კომპანიებში წილების ფლობაზეც და პარტიულ შემოწირულობებზეც ქვეყნდება მონაცემები და ეს კვლევა ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ ამ მონაცემებს, ამიტომ შეუძლებელია, რომ ეს კვლევა იყოს მცდარი. და თან რაც მნიშვნელოვანია ეს მონაცემები, რაც ხა თქვენ აღნიშნეთ, ეს არის უშუალოდ იმ კომპანიების, რომლებშიც დეპუტატები თავად ფლობენ წილებს. და ჩვენ ვიცით, რომ არაერთი სქემა არსებობს, როდესაც ისინი მაგალითად სხვა პირებზე აფორმებენ კომპანიებს, ოჯახის წევრებზე ან სხვა სახის ახლობლებზე. ეს კვლევა ამას არ მოიცავს. ამიტომ შეიძლება ვთქვათ, რომ რეალური სურათი შეიძლება გაცილებით უფრო დიდი იყოს, ვიდრე არის ამ კვლევაში მოცემული. ეს კვლევა არის უშუალოდ მათი კუთვნილი კომპანიების შესახებ მონაცემები და ჩვენ ამ შემთხვევაში გავაანალიზეთ, ეს არის ბოლო 10 წლის მონაცემები. და ეს ბიზნესი და ქართული ოცნება, ასე ვთქვათ, ესეთ მჭიდრო კავშირში არის. ანუ იღებენ ტენდერებს, გამარტივებულ შესყიდვებს და ასე შემდეგ, ხო? როგორც თქვენ აღნიშნეთ, 465 მილიონზე ცოტა მეტის ტენდერი აქვთ მოგებული, აგრეთვე 7 მილიონი აქვთ დაახლოებით სახელმწიფო შესყიდვებში. და ეს არიან ის დეპუტატები, ამასაც მივაქციოთ ყურადღება, რომლებმაც ამ ბოლო მოწვევის პარლამენტში ძალიან მნიშვნელოვნად გაიზარდეს ხელფასები, ხო? და ჩვენ რეალურად ვიღებთ იმ სურათს, რომ ყავს ძალიან ბევრი მილიონერი დეპუტატი, რომლებიც პარლამენტის წევრობის დროსაც კი იზრდიან ხელფასებს, შემდეგ მათი კომპანიები ან იგებდნენ, ან ეხლაც იგებენ და ალბათ მომავალშიც მოიგებენ სახელმწიფო შესყიდვებს და ტენდერებს და ეს პირები ასევე აკეთებენ არჩევნების დროს პარტიულ შემოწირულობებს. ანუ ერთგვარი ესეთი შეკრული წრი არის ბიზნესის და პოლიტიკის თანამშრომლობის ძალიან ცუდი ფორმატის მევიდოდი. ლიკა, თქვენი ორგანიზაცია წლების განმავლობაში, ყოველ შემთხვევაში მე მახსოვს ნამდვილად, რომ აგზავნიდა პროკურატურაში გარკვეულ მასალებს, ხომ? იმისთვის, რომ ისინი დაინტერესებული იყვნენ, იმიტომ რომ არაერთი კვლევა, რომელიც ჩაატარა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წლების განმავლობაში, ამ ხრივ გარკვეულ კითხვის ნიშნებს აღძრავდა. ეს საკითხი არის იმგვარი, რომლითაც თქვენი აზრით უნდა ინტერესდებოდეს, თქვათ, საგამოძიებო უწყება, მით უმეტეს იმ კორუფციასთან ბრძოლის გამოცხადების ფონზე, იმ განაცხადის, რაზეც დღეს ხშირად ლაპარაკობენ ხელისუფლების პირველი პირები, ხო? რომ აი დაუნდობელი ბრძოლა მიდის, არავინც არ დაინდობენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ამგვარ ნიშნებს ხედავთ და რეაგირება რამდენად შეიძლება იყოს საერთოდ მოსალოდნელია. იმ განაცხადზე ვიცი, რომ არაფრით დაინტერესებულა. აბსოლუტურად სწორედ აღნიშნეთ, წლების განმავლობაში ჩვენ რა თქმა უნდა არ ვართ საგამოძიებო სტრუქტურა და ჩვენ მწვარ მტკიცებულებებს კორუფციასაც ვერ ვსდავდებთ და არც არასდროს გქონია, ხო, ამისი პრეტენზია. მაგრამ როდესაც იკვეთება გარკვეული კორუფციული ნიშნები და ჩნდება გარკვეული ეჭვები, ჩვენ ყოველთვის ვაგზავნიდით პროკურატურაში, ვაგზავნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, რომელსაც სწორედ კორუფციის გამოძიება ევალება. და მაშინ რა თქმა უნდა ამაზე ზუსტად შეფასებები იყო ხოლმე, რაც დღეს გააკეთეს ხო ქართული ოცნების წევრებმა, რომ ეს არის სიცრუე, რომ ეს არ არის სწორი ინფორმაცია, მაგრამ შემდეგ გადის წლები და ჩვენ ვხედავთ, რომ ეხლა თუნდაც ბოლო წელს მათი საკმაოდ ისეთი მაღალჩინოსნები სწორედ კორუფციის ბრალდებით არიან ციხეში, ხო? ამიტომ რა თქმა უნდა ეს არის საკითხები, რომლითაც უნდა დაინტერესდეს. პირველ რიგში ამით იგივე ანტიკორუფციული ბიურო უნდა დაინტერესებულიყო, ხო? როდესაც რაღაცა ეჭვები ჩნდება კორუფციის სქემებთან დაკავშირებით, მაგრამ ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის დღიდან, ანუ შექმნიდან გაუქმებამდე, მოდი ასე ვთქვათ, იმით იყო დაკავებული, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ებრძოდა. სინამდვილეში სწორედ ეს უნდა ეკეთებინა მას, რომ აი ესეთი სქემებს მიექცია ყურადღება, შეესწავლა, თუ იქნებოდა დანაშაულის ნიშნები გადაეგზავნა საგამოძიებო ორგანოებში და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ რა თქმა უნდა ახლაც არ შეგვიძლია რომ
დადასტურებით ამ კვლევაზე დაყრდნობით თქვათ, რომ აქ არის რაღაცა კორუფცია დადასტურებულად, რა თქმა უნდა, ამის ხმას ჩვენ არ შეგვიძლია, მაგრამ ალბათ ყველა მაყურებელში გაჩნდება, ყველა მოქალაქეში გაჩნდება ეს ეჭვი და რა თქმა უნდა, ხელისუფლებას უნდა გაჩნდეს ეს ეჭვი, რომ როდესაც პარლამენტის წევრის კომპანიები იგებენ ამ ხელა ტენდერებს, როგორ სამართლიანად ტარდება, ხო, რამდენად სამართლიანად ტარდება ეს ტენდერები, ეს უნდა იყოს შესწავლილი სახელმწიფო შესყიდვებში მათი მონაწილეობა, ხომ არ იყო გარკვეული კორუფციული გარიგება, ხომ არ არის ელიტური კორუფცია. აი, ამ კითხვის ნიშნებს ბადებს, რა თქმა უნდა, ეს მონაცემები და ამ კითხვის ნიშნებზე პასუხი უნდა გასცან სახელმწიფო სტრუქტურებმა. ჩვენ არ ვართ ის სუბიექტი, რომელიც ან შესაძლოა არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით საჭირო მომენტში ვნახოთ, ხო, ამ კითხვებზე გაცემული პასუხები, თუ ეს კონკრეტულად იმ პირებს დაუკავშირდება, ვისთან დაკავშირებითაც სისტემა ჩათვლის, რომ უნდა გახდეს ცნობილი და გასაჯაროვდეს ესა თუ ის ინფორმაცია კონკრეტულად. ზუსტად ეს ხდებოდა, ხო, დღესაც ვინც არიან კორუფციაში ბრალდებული პირები, არა მარტო საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს, ბევრი სხვა ორგანიზაციასაც, რომელიც მუშაობდა, ხო, ამ თემებზე, აქვთ მედიასაც იგივე, ხო, თქვენც არაერთი სიუჟეტი გაგიკეთებიათ. ეს არის გაშუქებული, ამაზე იყო კითხვის ნიშნები, მაგრამ მაშინ ამას არ ექცეოდა ყურადღება. და სინამდვილეში ალბათ რომ იყოს ეს ქვეყანა ნამდვილად დემოკრატიული, რომ იყოს ხელისუფლება ორიენტირებული მართლა ქვეყნის განვითარებაზე, ესეთი ორგანიზაციების კვლევები, როგორც იგივე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს, ძალიან გამოსადეგი უნდა იყოს მათთვის, თუმცა სამწუხაროდ ეს რეალობაა, რომ როგორც კი იგებენ არასამთავრობო ორგანიზაციების სახელს და მათ კვლევას, მაშინ ამბობენ, რომ ეს არის სიცრუე, მას ყურადღება არ უნდა მიაქციონ და ნუ ეს ყველაფერი საბოლოოდ არც ქვეყნის განვითარებას უწყობს ხელს და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი პირიქით ხელს უწყობს იმას, რომ ქვეყანაში ყვაოდას კორუფცია. კი ბატონო, მადლობა ლიკა და რაც მნიშვნელოვანია, თქვენც აღნიშნეთ, რომ ეს არის საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით შედგენილი კვლევა. ხო, ოცნების არგუმენტიც არის ხოლმე ხშირად, არა მხოლოდ ამ კვლევაზე, რომ ეს გამჭვირვალეა და აი რაც წერია ის, მაგრამ აქ ზუსტად მედიის, არა მხოლოდ მედიის როლია დასვას კითხვები და თქვენი ტიპის ორგანიზაციების როლია, რომ მოიკულიოს აი ამ საჯარო ინფორმაციის მიღმა, რა ტიპის კითხვის ნიშნებია, ხო, ის რაც არ ჩანს ზედაპირზე. რა თქმა უნდა, მთელი საჯარო ინფორმაცია ჩვენ დავამუშავეთ და მივაწოდეთ საზოგადოებას. დიდი მადლობა ლიკა, წარმატებას გისურვებთ, დაგემშვიდობები ლიკას